მოდით ერთად შევეგებოთ ქართული catwalk-ის მომავალთაობას. რა თქმა უნდა, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი გააგრძელებს აქტიურ სამოდელო კარიერას, თუმცა ჯერ ზუსტად არ ვიცით, ვის ერგება ეს ბედნიერება. ელიტ მოდელ ლუკი ტოპ მოდელებს აგერ უკვე მეშვიდედ არჩევს. და როგორც იცით, ამჯერად გოგონებთან ერთად სამოდელო კონკურსში მონაწილეობას ვაჟებიც იღებენ. ფინალურ შოუმდე სულ ცოტა დრო რჩება და იმიჯ ცენტრის მოდელების ფორმაში მოყვანაზე აქტიურად ზრუნავს. ოცი გოგონა და 20 ვაჟი ჟიურის წინაშე ფინალურ შოუზე 30 სექტემბერს წარსდგება. მანამდე კონკურსანტებს დიდი მოსამზადებელი გზის გავლა უწევთ. ვარჯიში, ცოტა დიეტა და რაც მთავარია, სწორი სიარული. ფინალში გოგონებს ავთანდილი თავის ბოლო კოლექციას ჩააცვამს. ინფანტა მოდის მოყვარულებს თბილისის მოდის კვირეულიდან ახსოვთ. ხოდა ამჯერად დამწყები მოდელები ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერის კოლექციას სეზონის შესაბამისად მოირგებენ. ხშირ შემთხვევაში პოდიუმზე ამართლებს უფრო გამხდარი გოგონები, თან განსაკუთრებულად გამხდარი გოგონები. ის რომ მხოლოდ სლავური გარეგნობის გოგონები იყო აქტუალური და მოდაში რჩება ისევ აქტუალურად, თუმცა უკვე ინდივიდუალური სახეებით წამოვიდა, გამოჩნდა და აქცენტები კეთდება უკვე ინდივიდუალურს მისად. რაც მისასალმებელია და კარგია, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა გოგო თითქმის წაშლილი იყო. თუმცა აქცენტები უკვე საჭიროა და ალბათ გავაკეთებთ კიდეც გამორჩეულ მოდელებზე. ჟიურის წევრებამდე ალბათ დიზაინერის აზრი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ავთანდილის ხელში მთელ სამოდელო ბიზნესს გაუვლია. ეს უკანასკნელიც დამწყებ მოდელებს რჩევებით ეხმარება. ჩვენ ამ კრიტიკას ვიღებთ, შემდეგ ვითვალისწინებთ და რა თქმა უნდა, უფრო კარგად გამოგვდის ყველაფერი, ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ისინი უფრო გამოცდილები არიან და ჩვენ წინ წაგვადგება მათი რჩევები. ორი წელია მოდელი ვარ, ავთანდილის Fashion Week-ზეც ვიყავი, გავდივარ ხოლმე და რა ვიცი, გამოცდილება მე მგონი მაქვს. 14-15 წელი არც ისე ბევრია, თუმცა სამოდელო ბიზნესში ჩასაბმელად ეს ზუსტად ის ასაკია, როცა მოღვაწეობა უნდა დაიწყო. ელიტ მოდელ ლუკ 2013-ის მონაწილეების სიაც ძირითადად თინეიჯერებისგან შედგება და მათი უმეტესობისთვის კონკურსი პირველი გამოცდილებაა. იმედს ვიტოვებთ, რომ ელიტი წელსაც გაამართლებს და გასული წლების არ იყოს კიდევ ერთ ან არაერთ წარმატებულ მოდელს გამოზრდის. ჩვენ კი ინტერესით ველით ელიტარული მოდელის სტატუსის მატარებელი ბიჭის გამოჩენას.